მოგესალმებით, მეგობრებო, ვაშ გრუზინჩიკ თქვენთან ერთად არის. მადლობა რომ უყურებთ ჩვენ ვიდეოს. დღეს კი ჩვენ მოგზაურებთ სპილოების საფარში. როგორც ხედავთ, მეგობრებო, სპილოების სეირომელ გზაზე გზა დაგეტილია იმისათვის, რომ სპილოები გადავიდნენ ერთ ადგილიდან მეორე ადგილზე. ეხლა კი აგიხსნით თუ რა სპილოები არიან ესენი, სად მყოფებით და რას ვუყურებთ. პირველ რიგში სპილო დედამიწაზე მცხოვრები ყველაზე დიდი ხმელეთის ცხოველია. იცოდით? მე არ ვიცოდი მაგალითად. ის ძუძუმწოვართა კლასს მიეკუთვნება და გამოირჩევა თავისი დიდი ზომით, გრძელი ხორთუმით, ძლიერი ეშვებითა და დიდი ყურებით. სპილოები ძალიან ჭკვიანი, მშვიდი და სოციალური ცხოველები არიან და ადამიანებთანაც ხშირად ამყარებენ მეგობრულ ურთიერთობას, რაც მე ძალიან გამიკვირდა. სოფლიოში არსებობს სპილოს ორი ძირითადი სახეობა, აფრიკული სპილო და აზიური სპილო. შრი-ლანკაში, მეგობრებო, სწორედ აზიური სპილოები ცხოვრობენ. Hadi hoş სანამ სპილოებს გამოიყვანდნენ, ჩვენ რომ გვენახა, ჩვენ ტყუებოდით სილამაზით. იმ შემოქმედებით, რაც ღმერთმა შექმნა, სიმწვანე, ხეები, ტროპიკა და ეს ყველაფერი მართლაც გულს აწნარებდა, გვამშვილებდა და აგი პატარა სპილო, რომელიც ცოტა ხანში ჩვენ წინ წარდგება და ჩვენც გავიხარებთ იმ შემოქმედებით, რაც ღმერთმა შექმნა. მოგან ახალი საათი აქ ავართ. სპილოების სანახავ და მოიყვანეთ პატარა სპილოები ჯერ, თოთორიელებთ. პატარა სპილოების თოთორიელებთ. გამოიყვანეთ. თუ მოიყვანენ, ეს პატარა სპილო არის. მოიყვანენ მერე დიდებს. Hello. ეს პატარა სპილოები. სადაც სპილოები დამანახე. There he comes. Hello, brother. How you go on? Good morning, handsome. მეგობრებო, აქ დაგვარიგეს ჩვენმა ტურისტ ამყანებმა, რომ არ გადავიღოთ სურათი სპილოსთან, იქნებოდა ის დროსაც გადავიღებდით უფასოდ, თორემ ეს ადამიანები, ვისაც ხედავთ, თუმცა გთხოვენ ფულს, რომ გადაიხადოთ 5 ევრო ან რა ვიცი მე. აგეუნა მოდი გადაიღოთ სურათიო და ძალიან მაფიოზები არიან, ნუ მოუხდეთ რა ძალიან. თორემ შეიძლება არ მოგეშონ სანამ ფულს არ დაგადებინებენ. Hello. Come eat. Olha assim, tá achando os Mike, Friends, here come, here.
Ni hao. Hello. Привет. Come on. Who has pink? Hello. Smile, George. Hello. It's dancing, now dancing. Как ça joue? Alari. My friend. Thank you. That's super. Yeah. My brother, hello. Thank you, brother. Now this man. Yeah, there are more design, more colors.
სპილოვის ძნელს დაგვირი ძილია. We'll once again step onto these and take some memories home. You take your shoes off and step it. You feel it. Oh, steady. Come on. Yeah. Hello, sir. Hello. Hi, Lucky. ესე იგი ეს სადაა ჩამოსული. ეს სადაა ჩამოსული. ესეც ქვეყანა სიგარების მეგობრებო, სპილოების ფერმიდან ბრუნდებოდით და გზად ჩვეულებრივ მაღაზიებთან და ქუჩებში გავიარეთ. უცებ-რას ვხედავ, დავინახე როგორ გამოატარეს სპილოები, როგორც თქვენ ხედავთ, ისინი მშვიდად, ნელა მოდიოდნენ გზაზე. ხალხის გვერდით, თითქოს ეს ჩვეულებრივ რომ ყოფილიყო. ჩემ თვალწინ ჩაიყვანეს მდინარეზე საბანაოდ. აი როგორც ხედავთ თქვენ. წყალში რომ შევიდნენ, ერთმანეთს ასხამდნენ წყალს და გრილდებოდნენ. საოცარი სანახაობა იყო. პირველად ვნახე სპილოები ასე ახლოდან და ბუნებრივ გარემოში და ეს მომენტი ნამდვილად დაუვიწყა ერთ დამრჩა. აი თქვენს დადგმით ამ ვიდეოთი. ჩვეულებრივ გზაზე სპილო მოსეირნობს. ეს მხოლოდ საოცრება არის. მე მაგალითად საქართველოს საუკუნეებში ძაღლები და კატები დამინახავს ესე გზაზე. მაღაზიებთან არათუ სპილო და შეირნებდეს. აბა თქვენიც უყურეთ და დამილაიქეთ გთხოვთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არქივი და მრავალ საინტერესო მომენტებს ნახავთ და ეხლა კიდე ნახავთ როგორ ბანაობენ სპილოები და როგორ თამაშობენ ერთმანეთში. Come. Aha. Ah. How old? 가다 죽었어. 55 years. 55. Wow. 55. Rila. Nila? Nila. Lila. Boy? Boy. Lila. Yeah. Ah. Ah. Can I touch? Yeah. I come down here? It's Qatar Airways, Dohali. It's our mobile. Apa yang mobile? Ni Sheikh. Ni. ზოგი დალახში წვებოდა, აი როგორც ხედავთ ამ მომენტში, სპილო ჩაწვა, გრილდება. ჩანდა რომ ძალიან სიამოვნებდა ბანაობა. საოცარი იყო მათი ასე ახლოდან ნახვა. იმდენად დიდები და ძლიერები იყვნენ, მაგრამ ამავე დროს შვიდები და კეთილები ჩანდნენ. მადლობა მას. უხდით ღმერთს, რომელმაც შექმნა ასეთი ლამაზი სამყარო, ბუნება და რა თქმა უნდა ცხოველები, რომლებიც გვახალისებენ და კიდევ ერთხელ ხედავთ ღმერთის ხელს, რომ ღმერთი არსებობს და სამყარო არ შექმნა თავისით, ვიღაცამ შექმნა და დიდი მადლობა მას ღმერთს. სულ ცოტა ხანში მეგობრებო ბოლოში ნახავთ ერთ ძალიან შთამბეჭდა მომენტს. ორი სპილო ერთმანეთს შეხვდა მდინარესთან. როგორც კი დაინახეს ერთმანეთი ხმამაღლა დაიყვინეს და სწრაფად მივახლოვდნენ. მერე ხორთუმებით ეხებოდნენ და თითქოს ერთმანეთს ეხვეოდნენ. ჩანდა რომ ძალიან უხაროდ შეხვედრა. მითხრეს რომ ეს ორი სპილო ცოლ-ქმარი იყო
და ერთმანეთთან განსაკუთრებული კავშირი ჰქონდათ. საოცარი იყო მათი ყურება. ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს ადამიანები ვით გამოხატავდნენ სიხარულს და სიყვარულს. ამ მომენტმა ყველაზე მეტად ამამახსოვრა თავი, რადგან კიდევ ერთხელ მივხვდი რამდენად გონიერი და ემოციური ცხოველები არიან სპილოები. აი დადგა მომენტი, რომელიც თქვენ წინაშე წარდგება თუ როგორ ხდება ორი სპილო ერთმანეთთან. მცხოვრქმარი როგორ ხდებიან ერთმანეთს. ეს დაუძახ, მოდი შეხედე. ეს შეხთან ერთმანეთს, თორყარი იქნებიან. ეს რომელი საერთოდ და ეს რომელი საერთოდ და იმა? ეს გამას. ეს რაღაცა სიყვარული სადახა როგორ აქვს? კახი ზინდული. Куди ми атра? ამ ფასონა მოიფხანო, კაიგე? როგორ დაიხადა? That's the one. Out of that piece. Так, that's it. Зустан не варе. Look here, sir. Hello, look here. Hey, my friend. Okay, sir. Okay.